გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო, შენ ისევ ქუდი გახურავს. თანაც ფოტოაპარატიც გიკიდია. ოჰო, რაო ბეგო, მეცნიერ ფოტოგრაფი გახდი, ჰა? ბეგი, აი, როცა გაიგებ, რაც მოხდა, აი ამ სიცილის ძალიან შეგწყვება, მაგრამ მე როგორც მობიერი მეცნიერი მაინც გაპატიებ. რა ვქნაო, ჩემი მეგობარი ხარ, აბა რა ვქნა. ბეგო, არავინ არ დაგცინის. გვითხარი რა ხდება? რა ხდება, მე გიმასწავლებელო და ხო გახსოვთ, წინა გადაცემაშიც რაც მოხდა. ვიფიქრე რომ სოფლიო მასშტაბის აღმოჩენა მქონდა და თუმე არც არაფერი აღმომიჩენია. მახსოვს. აი, ამის მერე მოსვენება დაუკარგე. არამედ კი, ჩემ თავს უთხარი რაღაცა სხვა საქმე უნდა ნახოთქო. და მეც ვნახე მე გიმასწავლებელო, ფოტოგრაფია ყოფილა ჩემი მოწოდება. ფოტოგრაფია? დიახ, ფოტოგრაფი გავხდი. დიახ, სურათებს ვიღებ მე გიმასწავლებელო და არჩევანი გავაკეთე ჩვენ საოცარ ბუნებაზე. ოჩახ, ბეგო. მოგვიყევი ბეგო. სურათებს ვუღებ მე გიმასწავლებელო ყველაფერს. აი, ბუჩქებს, ფოთლებს, ფალახებს, ყვავილებს, მწერებს, რა ვიცი, აი ყველაფერს მე გიმასწავლებელო. ძალიან კარგად მოგიფიქრებია. მერე ბეგო, მერე? მერე მე გიმასწავლებელო. ერთ მშვენიერ დღეს, არ მშვენიერ დღე როგორ, წვიმიანი დღე იყო, მაგრამ მაინც მშვენიერი გამოდგა ჩემთვის. ერთმა გადაღებულმა სურათმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. საინტერესო. რა სურათმა, ბეგო? მე გიმასწავლებელო, ფოთლებს როცა ვუყებდი, შემთხვევით უცხო პლანეტელს გადავუყე სურათი. უცხო პლანეტე? უცხო პლანეტელს მე გიმასწავლებელო, მე ვარ მსოფლიოში პირველი მეცნიერი, რომელმაც ეს მოახერხა. ახლა მე გიმასწავლებელო, თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე ნახოთ, აი ბავშვებსაც შეუძლიათ ეკრანზე ნახოთ და ჩვენ ბეგო და ბეგი, აი შეგვიძლია პლანშეტზე ნახოთ. აბა. კარგი ბეგო. 1, 2 და 3. აი, ისიც. ბეგო, ეს რა არის? ეს არის უცხო პლანეტელი. მე გიმასწავლებელო, ნახეთ, 2 ანტენა აქვს და ეს 2 ანტენა რისთვის ჭირდება, იცით? ისთვის? აი, თავის სნაირებთან რომ დაამყაროს კონტაქტი, მაგალითად. ბიჭო, მე ვარ იმ პლანეტაზე. მოდი ერთად ვისადილოთ. ან მეორეს შეუძლია დაუკავშირდეს და უთხრას, რაღაცა შენი ფრინავი თებში კარგად არ მუშაობს. ხელოსანთან მიიყვანე, რა ვიცი, სხვა რაღაცები, ბევრი, ცოტა სალაპარაკო ერთმანეთთან. ბეგო. ბეგო, შენ აი ამ შენს უცხო პლანეტას კარგად არ დააკვირდი? მე გიმასწავლებელო, გულახდილად რომ თქვა, როდესაც სურათი გადავიღე, ისე შემეშინდა რომ აი თავკუთ მოკლეჭილმა გავიქეცი. მირბოდი თავყვიროდი. უცხო პლანეტელო, არ დამიჭირო, არ წამიყვანო შენ პლანეტაზე. დედამიწაზე მინდა დარჩენა. და ეთყობა მე გიმასწავლებელო, გაიგონა ჩემი მუდარა და არ წამიყვანა. იმიტომ რომ მე თქვენთან მინდა დარჩენა და დედამიწაზე იმდენი სურათი მაქვს გადასაღები, კიდეს არ მინდა უცხო პლანეტაზე, ვაიმე. რა წესია რა. ბეგო. ბეგო, ყველაფერი გასაგებია. რა არის გასაგები? იცი შენ ვის გადაუღე სურათი? უცხო პლანეტელს მე გიმასწავლებელო, აი, ხო განახეთ. არა, ბეგო. ეს არის ვაზის ლოკოკინა. უბრალოდ ძალიან ახლოდან არის გადაღებული. აბა დააკვირდი. ვაზის ლოკოკინა. გაიგე ბეგო. აუ, ძალიან მომდის ბრაზი. ეს ლოკოკინა არის ვაზის? ასე გამოგბეგო. მე გიმასწავლებელო, ეს დამართლია თურმე, ვაი. ბეგო, ძალიან გთხოვ არ გაბრაზდე, კარგი? შენ რა? ქუდი ისევ მოიხადე? მოვიხადე, მე გიმასწავლებელო, რა თმინდა ეს ქუდი, მე ხომ არაფერი აღმოჩენა არ გამიკეთებია. აი, თუ აღმოვაჩენ რამეს, მერე ამაყად დავიხურავ ამ ქუდს. მანამდე კიდევ ისევ აი ფოტოგრაფი დავყავდები. ძალიან კარგად მოგიფიქრებია, ბეგო. დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო ფოტოსურათს გადაიღებ. დიდი მადლობა. მართალია, მეც მჯერა შენი ბეგო. აბა რა? დიდი მადლობა, ისე ცოტა მწვენია, მე გიმასწავლებელო, აი რამდენი დრო წაგართვით რა არის, ჩემ თავს ვერ გაბრაზებული რა. სულაც არა, ბეგო. შენი დახმარებით ჩვენ
დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი უკვე გავიცანით. მეგი მასწავლებელო, ახლა მართლა მაინტერესებს, აი რანაირად ხდება ასე რომ ემთხვევა რა. მე ან მეგი რაღაც ვიტყვით პერსონაჟის სახელს და თურმე აღმოჩნდება რომ გადაცემა სწორედ მათზეა და ისინი არიან მთავარი პერსონაჟები. ყოველთვის ემთხვევა. ძალიან უცნაურია მეგი მასწავლებელო, ძალიან უცნაური რა. რა საყვარლები ხართ? აბა, ჩახედეთ პლანშეტს. აბა, ჩავხედოთ. აი, გამოჩნდა. აი, შემატყვა რა უცხო პლანეტელო, რა გინდოდა რა? რა გინდა შემო? ლოკოკინას ნოიჩხუბები რა მაგისი ბრალია რა. აბა, ჩემი ბრალია. მიხდი დღეს რომელი ასობგერა უნდა ვისწავლოთ? ასობგერა მართალია. ისე აუ ჩემი ხმოვნები როგორ მომენათ რა აი ეო გეყოფა. კარგი ბეგი კარგი კარგი. მოდი ახლა მითხარით, რა იცით ლოკოკინას შესახებ? რა ვიცით? ახ, პატივცემულო მეცნიერო, პირობა რომ არ მქონდეს მოცემული, ახლა შენზე აი იმდენ სასაცილო რამეს ვიტყოდი, იმდენს. ბეგი, შემოფხედე. რა ლამაზად გამოიყურები დღეს. აი, ნამდვილად შენ ხარ ძალიან კარგი პერსონაჟი ბეგი, რომ ახლა აი ჩემზე რომ არ იცინი, აი ყოჩახ რა, ძალიან კარგი ხარ. აი, მიდი ახლა შენ მოყევი შენებურად რა ლამაზად ყვები ხოლმე, აბა მიდი ახლა ლოკოკინაზე მოყევი მიდი. კარგი, სიამოვნებით ახლავე ვიტყვი ყველაფერს. აბა, ბეგი. აბა, გისმენთ? მეგი მასწავლებელო. დიახ. ლოკოკინა საკმაოდ გავრცელებული უხერხემლო ცხოველია, რომელიც ნიჟარაში ცხოვრობს. მართალია? და სადაც დადის, აი ამ თავის ნიჟარას სულ თან ატარებს ხოლმე. აი ხოლო როდესაც საფრთხეს გრძნობს, სწორედ ამ ნიჟარაში იმალება. ისე უცნაურია მეგი მასწავლებელო. რა ბეგი? ამ ხელა პერსონაჟი ბეჰემოტი რო უღებდა სურათს, როგორ ვერ იგრძნობს საფრთხე. შესულიყო იმ ნიჟარაში ხო არ გადავიღებდი ამ სურათს და არც ამ უხარხულ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდი. ისე მართლა, რატომ არ რა წესია რა. ახლა მე გავაგზავნე ბეგი თუ შეიძლება. ახლა ლოკოკინაზე რაც ვიცი მოусმინეთ, ნახე, აი ხამით და როცა არის წვიმიანი ამინდი, მაშინ უყარს ხოლმე გამოსვლა გარეთ ლოკოკინას. აუ სხვადასხვა ეს სურათიც წვიმაში გადაღებული. ой, მე რა მიდოდა წვიმაში რა სურათებს ვიღებდი. აი როცა არის მზიანი ამინდი, როცა ცხელა იმალებიან აი ქვებში და ბალახებში. აი ეს ვიცი მე ლოკოკინებზე. მართალი ხარ ბეგო. მოდით, დღეს ვაზის ლოკოკინაზე კიდევ უფრო მეტი გავიგოთ. აბა რა სიტყვით? სიამოვნებით, მეც მინდა. ძალიან კარგი. აი ბეგო მახსენა, რომ ლოკოკინებს წვიმიანი ამინდები უყვართ. დიახ, ვახსენე. მე კი დავამატებ, რომ ისინი საკვების საშოვნელად უმეტესწილად ღამით გამოდიან ხოლმე გარეთ და მათი ძირითადი საკვები მწვანე ფოთლები გახლავთ. გასაგებია, მწვანე ფოთლები. ლოკოკინას ორი წაგრძელებული რქა აქვს, რომელსაც საცეცები ეწოდება. აი სწორედ ამ საცეცებმა დამაბნია და უცხო პლანეტელი მეგონა ლოკოკინა, ვაი. კიდევ ლოკოკინას ადანაშაულებს. კარგი ბეგო რა. მეგი მასწავლებელო, გააგზავნეთ თორე ბეგის ვერაფერი ვერ გააჩერებს ახლა. კარგი, განვაგრძო. ამ საცეცების თავზე ლოკოკინას თვალებია, რომლითაც ისინი დღეს და ღამეს არჩევენ. გასაგებია. აგრეთვე ხედავენ იმ საგნებს, რომელიც მათგან მხოლოდ 1 სანტიმეტრის დაშორებაზე არიან. გასაგებია. ბეგო და ბეგი, ლოკოკინები ფერებსაც ვერ არჩევენ, წარმოგიდგენიათ? მართლა? აუ საწყლები, საწყალი ლოკოკინები. დიახ. დავამატებ, რომ ლოკოკინებს ნიჟარა სიცხისაგან იცავს, რადგან იქ საკმაოდ გრილა. აი ზამთარში ლოკოკინები მიწაში იმალებიან ხოლმე და ძილიანობაში გადადიან. გასაგებია? გასაგებია. აუ ისა ეს რა კარგი სახლი ნიჟარა ჰქონიათ არა? კომუნალურებსაც არ ეკტია ხო მეგი მასწავლებელო. აუ ერთი წუთი. აუ ერთი წუთი. რა, ლექსი ხომ არ დაწერე ბეგო? დამაცადე ახლავე კი დავწერე. აბა გისმენთ ბეგო?
ჩვენს საყვარელ ლოკოკინას ნიშარა აქვს როგორც ბინა. ოჩა ბეგო, ოჩა. მადლობა. ისე მეგიმასწავლებელო ერთი კითხვა უნდა დაგისვათ რა. ისმენ ბეგო? აი ახლა რომ ვიხსენებ ლოკოკინებს, აი არც ფეხები არ აქვს, არც თათები არ აქვს, როგორ გადაადგილდებიან? თან არა მარტო გადაადგილდებიან, აი მცენარეებზე შეუძლიათ ჩამოეკიდონ კიდევაც ისე რომ დაბლა არ ჩამოვარდნენ. აი რანაირად ხდება ეს ვერ გავიგე რა. ბეგო, მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი კითხვა დასვი. ყოჩა. აი ახლავე აგიხსნით. ლოკოკინები იკუმშებიან და იშლებიან. ასე გადაადგილდებიან ისინი. რა საინტერესოა. დიახ, ამ დროს წებოვან სითხეს გამოყოფენ, რომლითაც მცენარეებს ძალიან საიმედოდ ეკრობიან ხოლმე. რა მაგარი რაღაც ყოფილა ეს ლოკოკინა. საინტერესოა. ისა, მეც მაქვს ერთი კითხვა, მეგიმასწავლებელო. გისმენ ბეგი აბა? ლოკოკინები რამდენ ხანს ცოცხლობენ? ლოკოკინები დაახლოებით 5-7 წელი ან შეიძლება ცოტა მეტხანსაც ცოცხლობენ. გასაგებია. ბეგო და ბეგი, მინდა ლოკოკინების კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თვისება აღვნიშნო. რომელი მეგიმასწავლებელო, ახლავე გეტყვით. იმ შემთხვევაში, თუ ლოკოკინას სხეულის რომელიმე ნაწილს დაკარგავს, რამოდენიმე კვირაში მას მისი აღდგენა შეუძლია. ვაკი არა, მეგიმასწავლებელო, აი ახლა მე ნამდვილად დავწუნდი რომ უცხო პლანეტელია ლოკოკინა. აბა ისე როგორ შეუძლია აღდგენა? იცით როგორ ხდება აღდგენა? აი იმ თავისი ანტენებით უკავშირდება თავისნაირს და ეუბნება, ბიჭო, ეს ორგანო აღარა მაქვს, ამოიტანე. აი იმ პლანეტაზე არ არის. იმ პლანეტაზე ამომიტანე. აი ხო, ბეგი, აი როიცინი, შეგიძლია რამდენიმე კვირაში აღდგენა რამე ორგანოს. და გაჩერდი. ნუ იცინი რა წესია. ძალიან სასაცილო ხარ ბეგო. ბოლოს მინდა დავამატო, რომ ლოკოკინებს საკმაოდ ბევრი მტერი ყავს. ლოკოკინებით იკვებებიან ბაყაყები, თაგვები, ფრინველები და სხვა. ძალიან შემეცოდნენ ეს ლოკოკინები. მე შემეცოდე, მაგრამ და სხვაში ალბათ მეგიმასწავლებელი ადამიანებსაც გულისხმობს, ხო? ადამიანებსაც. გასაგებია. კარგით, მოდი ახლა ჩვენს გაკვეთილს დავუბრუნდეთ. აბა, შახედეთ პლანშეტს და ვნახოთ, როგორ იწერება ასობგერა ლ. ყურადღება. აი. სებ ლამაზია სოფკერა. ლამაზია. მოდი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. ბეკო ყურადღებით იყავი. აბა უყურეთ. აი. სებ. ალა ჩვეულებრივი ასოფკერა. ლამაზია. ახლა კი დრო ავნახოთ ანიმაცია ლოკოკინაზე. ნახოთ. აბა ნახოთ. ნახოთ. ლოკოკინა ნიჟარაში ცხოვრობს, სადაც მიდის თანატარებს მას. ლოკოკინას რამე თუ არ მოსწონს, იმალება არ გამოყოფს თავს. ლოკოკინა. ბეგი, რა მაგარი ანიმაცია იყო. და სიმღერა როგორი იყო? მოიცა როგორ იყო? ლოკოკინა. ვეღობა, აი რა. ძალიან მომეწონა. მეც. ოჩახ ბეგო და ბეგი, მიხარია რომ მოგეწონათ სიმღერაც და ანიმაციაც. აი, ახლა კი მოდი მოვიფიქროთ სიტყვები, რომლებიც იწყება ასობგერა ლ-ზე. აბა, ბეკო, შეიძლება მე დავიწყო? იწყე. კარგი, დავიწყე. გისმენთ ბეგი.
მე მოვიფიქრე სიტყვები. ლარნაკი, ლამბაკი და ლუპა. შვენიერია. მე გიმასწავლე ერთ წუთით ლუპა, რა თქმა უნდა ვიცი, რასაც ნიშნავს, მაგრამ ლამბაკი, ლარნაკი. მოდი აი ლექსად შეგეკითხე ბეგი. აბა? გამომელია სიტყვის მარაგი. ლამბაკი არ ვიცი, და არც ლარნაკი. რას ნიშნავს, მითხარი რა. აგიხსნი, ბეკო, ახლავე აგიხსნი. მიდი აბა. ლარნაკი. იგივე ყვავილების ვაზაა. აი ლამბაკი კი არის პატარა თებში, რომელიც გამოიყენება ჭიქის დასადებად. ძალიან კარგი ბეგი. გასაგები ახლა ჩემი ჯერია. გისმენთ ბეგი, ყურადღებით აბა. მე მოვიფიქრე სიტყვები ლიანდაგი, კარგია. ლიმონი დიახ. და კბილი ღრუბლები. ისევ ჩემთან არიან ესე იგი, ხო? გასაგებია ლიმონათი. გინდოდა ღრუბელო, აი ვთქვი, ლიმონათი. მაგრამ მარტო ლიმონათი არა, მიგიმასწავლებელო. ლიმონათი ინახების, ლიმონათი მსხლის, ლიმონათი კიდერისი არხუნის და ფეიხუასიც რა თქმა უნდა. რამდენი ლიმონათი მოგიფიქრებია? ყოჩაღ ბეგო. ძალიან ყოჩაღები ხართ, ბეგო და ბეგი. მადლობა. მიგიმასწავლებელო, რაღაც შვენი გადაცემა ძალიან მალე გავიდა. რა იცი რატომ იცი? რატო? იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გაკვეთილი გქონდა დღეს. აუ, ნამდვილად. იმედია ბავშვებსაც მოეწონათ. რა თქმა უნდა მოიწონებოდათ, მიგიმასწავლებელო, რასაკვირველია და ბავშვებო, აი მართალია, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვთ, მაგრამ თქვენ არ მოიწყინოთ. ნახეთ, რა მალე გიბრუნდებით ახალი გადაცემებით. დიახ. ბავშვებო, თან არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი ახალი თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე. ცოდნის ღიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა. ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარია გზა გველოდება. როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე. სადეშვება? როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე. სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით. მერე უნდა გავაფერადოთ. ორას გავაფერადოთ. მაგარია. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. რისთვის დაცურავს თევზი? ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი. ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს. ანიმაციებით გაგვართობს. მაგარი ანიმაციებს ნახავთ. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს. ძალიან ბევრ რაღაცას. რა მაგარია ბეკო, როგორ მიხარია.